არჩევნების შემდეგ გამართული პირველი პოლიტსაბჭო კონკრეტული გადაწყვეტილებებით დასრულდა პარტიის საპატიო თავმჯდომარემ წესდების თანახმად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი დაასახელა. ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატს ირაკლი კობახიძეს ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს სრული მხარდაჭერა აქვს. გარდა ამისა, ცნობილია პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურაც. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით აღნიშნულ პოსტზე ფრაქცია ქართული ოცნება მოქმედ თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ჩვენი წესდების თანახმად პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და იქნება ალბათ განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარმოადგინა პრემიერობის კანდიდატად ბატონი ირაკლი კობახიძე და ბუნებრივია პოლიტსაბჭოს მხრიდან მხარდაჭერილი იქნა სრულად. ასევე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია ქართული ოცნება შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას წარადგენს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე. ასევე ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები. ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები წელს პირველად განსხვავებული წესით ჩატარდება. პრეზიდენტს პარლამენტში 300 ხმოსანი აირჩევს. არჩევნების თარიღი პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ განისაზღვრება. თუ ვინ იქნება პრეზიდენტობის კანდიდატი, ეს ჯერ უცნობია. პრეზიდენტის არჩევნები უნდა იქნას ჩანიშნული პარლამენტის პირველი სხდომის შემდგომ, ამის კონკრეტული ვადა არის განსაზღვრული და უკვე ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განსაზღვრავთ, როდესაც პირველი სხდომა ჩაინიშნება საქართველოს პარლამენტში. როგორც მოგეხსენებათ, 300 ხმოსანი ირჩევს პრეზიდენტს. ესენი არიან პარლამენტის სრული შემადგენლობა, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოები სრული შემადგენლობით და დარჩენილი ხმები, ადგილები უпроსორედ გადანაწილდება პარტიების მიერ საკრებულოებში პროპორციული არჩევნების წესით მიიღებული ხმების, ასე ვთქვათ, პროპორციულად. სწორედ ესე იკრიბება ეს 300 ხმოსანი. პოსტებზე წარდგენილ კანდიდატებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს მმართველი გუნდი. მათი შეფასებით ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს წარმატებით გაართვეს თავი. პოლიტიკური პროცესების სწორად მართვა, ქვეყნის განვითარების უზრუნველყოფა, ეკონომიკური აღმავლობა და ქვეყნის ევროინტეგრაცია. ეს ქართული ოცნების პრიორიტეტების მცირე ჩამონათვალია, რაზეც აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. ორივე ძალიან ეფექტური იყო თავის პოზიციაზე. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე პრემიერ-მინისტრი, მათ ქვეყანა სწორად მართეს, სწორად აარიდეს ქვეყანას ყველა ის საფრთხე და საშიშროება, რაც შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობით იყო გამოწვეული. ამავდროულად უზრუნველყვეს ქვეყნის განვითარება, ეკონომიკის წინსვლა, კეთილდღეობის ზრდა. ამავდროულად მოხდა, რა თქმა უნდა, იმ პროცესების სწორი მართვა, რაც ქვეყნის შიგნით იყო ინსპირირებული და პროვოცირებული. გამომდინარე აქედან ამ რთულეს პირობებში მათ, რა თქმა უნდა, თავისი პოლიტიკური და კონკრეტული პოზიციისთვის დაკისრებული მოვალეობები კარგად შეასრულეს. ზუსტად 4 დღეში მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველად შეიკრიბება. ამავე დღეს პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა ნდობის გამოსაცხადებლად წარედგინება. იქნება თუ არა ირაკლი კობახიძის სამთავრობო კაბინეტში ცვლილებები, ეს ჯერ უცნობია. შემადგენლობის დაკომპლექტების ექსკლუზიური უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს აქვს. გარდა ამისა, მთავრობა პარლამენტს როგორც სამთავრობო, ასევე 4 წლიან პროგრამას წარუდგენს. დოკუმენტი კონკრეტულ გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული და თითოეული ქალაქის კეთილდღეობას განსაზღვრავს. სამთავრობო პროგრამა მოიცავს იმ დაპირებებს, იმ 4 წლიან გეგმას, რომელიც პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა საზოგადოებას არჩევნებამდე და შესაბამისად ყველა ის პრიორიტეტი იქნება ბუნებრივად ასახული სამთავრობო პროგრამაში, რომელიც არის საკმაოდ ხელტანიანი დოკუმენტი, სადაც ყურადღება არის გამახვილებული ყველა იმ პრიორიტეტზე, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას, მათ შორის სოციალურ დაცვას ქვეყანაში, ჯანდაცვას, განათლებას და ასე შემდეგ. და დადგენილი წესის შესაბამისად, რასაკვირველია, მოხდება ამ სამთავრობო პროგრამის განხილვა როგორც საკომიტეტო, ისე სასესიო მოსმენებზე და ასევე პარალელურად მიდის 2025 წლის ბიუჯეტზე მუშაობა, რომელშიც ასევე რასაკვირველი ასახულია სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტები.
სახელისუფლებო გუნდი იყო ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ხალხის საჭიროებებზე დაფუძნებული წინასაარჩევნო პროგრამა ჰქონდა. ფაქტი ერთია, მოსახლეობისათვის ყველაზე მისაღები მმართველი გუნდის ხედვები იყო. ამას ადასტურებს არჩევნების შედეგებიც. მოსახლეობამ ქვეყნის მართვა კვლავ ქართულ ოცნებას ანდო.